უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის თანამშრომლების დავალებით ინფორმაციის შეგროვებისა და გადაცემის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს ერთი მოქალაქე. სხვადასხვა მათ შორის ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ ერთ-ერთ სახელმწიფო უწყებაში მაღალ თანამდებობაზე დასაქმებული საჯარო მოხელე ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ თავისი ამჟამინდელი სამსახურებრივი მდგომარეობის, წარსულში დაკავებული თანამდებობებისა და სხვადასხვა უწყებაში არსებული პირადი კავშირების მეშვეობით უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ინტერესების სასარგებლოდ სისტემურად ახორციელებდა ინფორმაციის მოპოვებას და მათთვის გადაცემას. დაკავებულს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის წარმომადგენელთან გააჩნდა მაღალ დონეზე ორგანიზებული კონსპირაციული ხასიათის სისტემატიური კონტაქტები. შეხვედრები იგეგმებოდა დაშიფრული ორმხრივი კავშირის გამოყენებით და იმართებოდა სხვადასხვა ლოკაციაზე წინასწარ შეთანხმებული კონსპირაციის პირობების მკაცრი დაცვით. ინფორმაციის მიწოდება ხორციელდებოდა როგორც პირისპირ კონტაქტის, ასევე ელექტრონული საშუალებების გამოყენებით. უცხო ქვეყნის სპეცსამსახურისთვის გადაცემული ინფორმაცია მოიცავდა სხვადასხვა კატეგორიის საიდუმლო მონაცემებს, რომლებიც დაკავშირებული იყო საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ-ეკონომიკურ პროცესებთან, ძალოვან უწყებებსა და უსაფრთხოების სტრუქტურებში არსებულ ვითარებასთან, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების შესახებ ინფორმაციასა და ინფორმაციის გადაცემის დამკვეთებისათვის საინტერესო სხვა მონაცემებთან. გარდა ამისა, მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის წარმომადგენლის დავალებით დაკავებული პირი მუშაობდა საინფორმაციო პლატფორმების შექმნაზეც, რომელიც მიზანი იყო მედიასფეროს წარმომადგენლების მოზიდვა და აღნიშნული ქსელის გამოყენებით უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის დაინტერესების შესაბამისად სადაზვერვო ხასიათის ინფორმაციის მოპოვება, მათ შორის რეგიონის ქვეყნების მიმართულებით. აღნიშნულ საქმიანობას ბრალდებული მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით ახორციელებდა. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 314 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. უძილაურია ჟურნალისტი. ეს არის კაცი, რომელიც ებრძოდა რევოლუციებს ჯერ კიდევ მაშინ, როცა მე მაგალითად და ბევრი ჩემი მეგობარი რევოლუციებს აწყობდა. აწყობდა ხმამაღლად თქვა, მაგრამ მონაწილეობა გვაქვს მიღებული. ვინც არ იცის გიორგი უძილაურის ბიოგრაფია, გეტყვით რომ ერთ ფრაგმენტს შეგახსენებთ, გიორგი უძილაური იყო, ის გაიხადა სააკაშვილმა პირად მტრად და პირველად რამაც მე შემაცმუნა და დაგვანახა სააკაშვილის სახე, იყო ის ინციდენტი, რომელიც მოხდა მერიაში, როცა შენ ფიზიკურად გაგისწორდეთ, მე მახსოვს კარგად ეს მაშინ საკრებულოს თავმჯდომარე იყო და შენ უკან არ დაგიხევია. ფიზიკური გასწორება იყო. და უკან არ დაგიხევია შენ და ეს იყება აგინე, მოდი ეგრეთ ვთქვათ, პირდაპირ. იყო ეს. თუმცა ეხლა როგორც ხედავ ეს ტრენდული არის ზოგიერთ არხებზე. არა, ეს მაშინ იყო, მაშინაც იგივე ჯგუფი, რომელიც მაშინ მე ამისთვის მიჭერდა, დღეს ამბობს, რომ სიტყვის თავისუფლება ელახებათ. ხო, და თურმე აზრის გამოთქმა სხვანაირად არის. ეს არ არის აზრის გამოთქმა, თურმე რაც შენ მაშინ გააკეთე და ტელევიზიით აგინებენ ადამიანები პოლიტიკოსებს, ხო ბატონო? როცა ოჯახებში ბავშვები არიან და უამრავი ადამიანის უფლება და ეს ძალიან კარგად მახსოვს, გუშინდელი დღესავით მახსოვს შენი არა მარტო პოზიცია, არამედ შენი ბრძოლის მეთოდები, როდესაც შენ უკან არ იხევდი და ვაჟკაცურად ომობდი პრაქტიკულად. მას და არც რევოლუციას ცოტანი იყავით მაშინ თქვენ და ძალიან რთული იყო მაშინ აი ამ დიდი ტრენდის ამ ტალღის წინააღმდეგ წასვლა, იმიტომ რომ ეგრევე გეკერებოდა მოსყიდულის და რაღაცა რეტროგრადის თუ რაღაც რუსეთის აგენტი მაშინ არ იყო. არა, ჯერ არა. რუსეთის აგენტი 2007-დან დაიწყო.